დღეს ტერიო სალივანია ავსტრალიიდან. ის უკვე 5 წელია საქართველოში ცხოვრობს და ქართველ ფერმერებს ეხმარება. სალივანი ხელმძღვანელობს ორგანიზაციას შვედეთის დახმარების პროგრამა საქართველოს რძისა და რძის პროდუქტების წარმოების სექტორში. ის მათ შორისაა, ვინც ქართულ სოფელს საუკეთესოდ იცნობს. საქართველოში ერთ-ერთი, რასაც მე აღტაცებაში მოვყავარ ქართველ ფერმერებთან დაკავშირებით, არის ის, რომ ისინი ყოველთვის ცდილობენ წინ გადადგან ნაბიჯები. როდესაც სირთულის წინაშე აღმოჩნდებიან, ისინი არ ნებდებიან. თუნდაც შეხედეთ ტექნიკას, რომელსაც ისინი იყენებენ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული. დასავლეთის ქვეყნებში ასეთი ტექნიკა 50 წლის შემდეგ მხოლოდ ჯართად მიიჩნევა. კიდევ რაც მომწონს არის საზოგადოების ერთობლიობის შეგრძნება. როცა გლეხები იკრიბებიან ბირჟაზე, განიხილავენ სხვადასხვა საკითხებს და მომწონს როგორი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ. როგორც სოფლელების, ასევე ოჯახის წევრების მიმართ. ეს არის გარკვეული ჩამოყალიბებული ინსტიტუტი. დღეს ჩვენ მასთან ერთად ვიმოგზაურებთ. თქვენ ახლა ავსტრალიელი პროფესორის თვალით დანახულ ქართულ სოფელს ნახავთ. So there's great agricultural potential here. სოფლის მეურნეობის რესურსების თვალსაზრისით საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია. აქ კარგი მიწებია. საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში დასავლეთ მხარესთან შედარებით მიწები უფრო ნაყოფიერია. თუმცა განსხვავებული კლიმატური პირობების გამო დასავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობაც განსხვავებულია. თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, რაც დღეისათვის ხორციელდება, ნამდვილად შეიძლება ამ პოტენციალის სათანადოდ გამოყენება. სწორედ არსებული პოტენციალის სწორად გამოყენების მიზნით შეიქმნა რძის მწარმოებელთა ეროვნული ასოციაცია შვედეთის დახმარების პროგრამის ძალისხმევით. მთელი საქართველოდან ასოციაციაში 1000-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. მათი მიზანი ქვეყანაში რძის წარმოების განვითარებაა. არადა საქართველო რძის მწვავე დეფიციტს განიცდის განსაკუთრებით ზამთარში. ფერმერების ამოცანა დეფიციტის შევსება და საკუთარი მოგების გაზრდაა. წარმოების გაზრდით ისარგებლებენ გლეხები და ისარგებლებს ქვეყანაც. პროექტის საშუალებით 20 წლის წინ შეჩერებული საქმე თავიდან დაიწყო. იმისათვის, რომ რძის წარმოება გაიზარდოს, ფერმერებს 3 მთავარი პრობლემა აქვთ დასაძლევი. საქონლის ჯიშის გამოსწორება, მათი სრულყოფილი კვება და მაკეობის კონტროლი. ჩვენ ახლა კახეთში მივემგზავრებით. ეს ტიბაანია. აქ რძის მწარმოებელთა ოფისი, რძის შემკრები პუნქტი და პროექტის ერთ-ერთი მთავარი წარმატება, საქონლის საკვების საწარმოებელი საამქრო კალოებია. ეს ყველაფერი ფერმერებისთვის საჩუქარია. საწარმო თავისი შინაარსით უნიკალურია და საქართველოში ერთადერთია. აქ გამოშვებული საკვები დანამატები ვიტამინებითა და მინერალებითაა გაჯერებული. ეს პროდუქცია უმნიშვნელოვანესია, მით უმეტეს ზამთარში, როდესაც საქონელი დაბალ კალორიულ საკვებს იღებს. ეს ლოკი ბლოკია, საამქროს პირველი პროდუქტი. მასში ძალიან ბევრი ოდენობით მიკრობებია. როცა ძროხ აღებულობს დაბალი ხარისხის საკვებს, მასში მიკრობებიც დაბალი ხარისხისაა. ხოდა ეს ბლოკი ეხმარება მათ საჭვლის მონელებაში. ორი მნიშვნელოვანი შედეგია სახეზე. საქონელს მადა გაუმჯობესდება, უფრო მეტ საკვებს მიიღებს და მეორე, საქონელი უკეთ ინელებს საკვებს და მათი პროდუქტიულობა იზრდება.
საწარმო ახალი აშენებულია. ფეხსაც მხოლოდ ახლა იდგამს. სალოგი ბლოკები რძის მწარმოებელთა ასოციაციის წევრებს თავიდან უფასოდ დაურიგდათ. შედეგით სათანადოა. ძველადობა საგრძნობლად გაიზარდა. საწარმო კალოები ორ პროდუქტს შესთავაზებს ფერმერებს. რძის მწარმოებელთა ეროვნული ასოციაცია კალოებზე დიდი მედებს ამყარებს. მაგრამ რა ოდენობის მინერალიც არ უნდა მიიღოს საქონელმა, თუ საქართველოში საქონლის ჯიში არ გამოსწორდა, რძის პროდუქტების დეფიციტი მაინც არ აღმოიფხვრება. ეს კავკასიის გენეტიკის და სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების ცენტრია. აქ არსებული სპერმის ბანკი კი ერთადერთია მთელს კავკასიაში. სწორედ ამ დაწესებულების მეშვეობით ხდება საქართველოში საქონლის ჯიშის გამოსწორება. აქ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშის ბუღებს ნახავთ. შვედეთის დახმარების პროგრამის თანამშრომელი გიორგი ხატიაშვილი მეცხოველეობის სპეციალისტია. ეროვნულ განაყოფიერებას ის უპირატესობები აქვს, რომ მიზანმიმართულად ვარჩევთ იმ გენეტიკას, რისი გამოყენებაც, რისი გაუმჯობესებაც გვინდა ადგილობრივი ჯიშებისა. მეორე, თავიდან ვირიდებთ ისეთი დაავადებების გავრცელებას, როგორც არის ბრუცელიოზი, ტუბერკულოზი, რომლის გამავრცელებლებიც არიან ბუღები ინახირებში. ჩვენ სპერმის ბანკში არის როგორც ევროპული ამერიკული ჯიშები, მაგრამ ყველაზე მეტად საქართველოში გამოიყენება წაბლაშვიცური ჯიშის სპერმა. ამიტომ მოთხოვნილება არის ამ სპერმაზე და უფრო მეტი რაოდენობით ვაწარმოებთ ამ ჯიშის სპერმას. რძის მწარმოებელთა ასოციაციის წევრები სანაშენედან პროდუქტებს შეღავათიან პირობებში იძენენ. რძის მწარმოებლებისთვის საქონლის ხელოვნურ განაყოფიერებას კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს. ამით მაკეობის კონტროლია შესაძლებელი. მაკეობის კონტროლი საშუალებას გვაძლევს რძე ვაწარმოოთ წელიწადის იმ დროს, როდესაც რძის ფასი გაორმაგებულია და მაშინ როცა საკვები ბაზაც უკვე შესაძლებელი იქნება და წარმოებული იქნება როგორც გრანულირებული მაღალპროტეინოვანი საკვები, ზამთრის თვეებში თავისუფლად იქნება შესაძლებელი რძის მაღალი რაოდენობის წარმოება. ეს რძის მწარმოებელთა ახალი ოფისია, საიდანაც ქართველი ფერმერებისათვის კიდევ ბევრი დახმარების გეგმა შემუშავდება. სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ დაიქირავონ ეს საკონფერენციო დარბაზი. 24 კაცზე არის გაჭრილი ეს საკონფერენციო დარბაზი. ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე, სამზარეულო ყველაზე მნიშვნელოვანია. შვედეთის დახმარების პროგრამით რძის მწარმოებელთა ასოციაციამ 19 რძის შემკრები პუნქტი გახსნა. ჩვენ ახლა დმანისის რაიონში, სოფელ განთიათში ერთი ასეთი პუნქტის სანახავად მივდივართ. მე 14 ქვეყანაში ვიმუშავე, სადაც ასეთივე სახის პროექტებს ვახორციელებთ. შემიძლია ვთქვა, რომ ამ კუთხით საქართველო ყველაზე ღირსეულია. მე უცხოელი ვარ. მუშაობ ქართველებთან ერთად და აღმოვაჩინე, რომ ისინი საუკეთესო მოკავშირეები არიან, ვისთანაც კი ოდესმე მიმუშავია. ქართველებს თავიანთი სამშობლო ძალიან უყვართ. განსაკუთრებულია მათი დამოკიდებულება მშობლების მიმართ. ეს მათ თითოეულ ნაბიჯში გამოიხატება. ამავე დროს ისინი ცდილობენ და ყოველ ღონეს ხმარობენ განვითარების მიზნით, რაც შეიძლება წინ გადადგან ნაბიჯები. მე აღფრთოვანებული ვარ ამ ყოველივეთი. იმიტომ რომ მე თვითონაც პატრიოტი ვარ. როგორი ცხიმიანობა აქვს რძეს? ხარისკიანი რძისგან მე ხარისკიანი ყველი გამოდის, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა არსებულ ბაზარზე და თანდათანობით ნელა-ნელა ავაწყობთ საქმეს რა. ძალიან კარგია, რომ ასეთ კარგ რძეს იღებთ. ზამთარში ბევრი რძის მიღება რთულია. როგორც ჩანს, ბევრი ფერმერია, ვინცაა დაინტერესებული ზამთრის რძით. ცხრამეტივე რძის შემკრები პუნქტი რძის მწარმოებელთა ასოციაციისთვის აშენდა.
აღიჭურვა და საჩუქრად გადაეცა. გლეხები ცდილობენ ამ საჩუქრით სარგებელი მიიღონ და მომავალზეც იფიქრონ. ეს ლეილა დაუთაშვილია სოფელ განთიადიდან. 2 დღეში ერთხელ მიმაქვს 10 ლიტრა და ვავარებ ერთი ძროხისგან. ოჯახშიც ხმარობ. ყველიძე. ცხიმიანობა ჩემ ძროხებს პირადულად ძალიან მაღალი აქვს. ნორმალურად მიმაქვს რძე, სუფთაა და მაყოფილები არიან. ასეთი რძის შემგრები პუნქტი შიდა ქართლში. სოფელ ავნევშიც იყო, რომელიც 2008 წლის ომმა შეიწირა. ჩვენ რაღაც უნდა გაგვეკეთებინა ამ ხალხისთვის. მათი საქონელი საკვების გარეშე დარჩა. მინდვრები და საძოვრებიც კი დანაღმული იყო და საქონლის გაშვება არ შეეძლოთ. თივაც არ ჰქონდათ, რადგან თივის ზვინებით რუსმა ჯარისკაცებმა ხანძრები გააჩინეს. მათ გაგვინადგურეს ჩვენი რძის შემკრები პუნქტი ავნევში. ფაქტობრივად, ბულდოზერით გადაუარეს სოფელს. მათ სასაფლაოც კი გაანადგურეს და პრაქტიკულად მიწასთან გაასწორეს ეს სოფელი, რომ მეხსიერებიდან ამოეშალათ. ყველა ცდილობდა იძულებით გადაადგილებულ პირებისათვის დახმარება გაეწიათ. ჩვენმა ქართველმა თანამშრომლებმა გვერდზე გადადეს თავისი ხელფასები, პროექტის მანქანებით წავიდნენ, შეიძინეს საქონელი, ჩავიდნენ და დაურიგეს საკვები პროდუქტები. თითქოს ყველა მათ დასახმარებლად გაერთიანდა. 2008 წლის ომის შემდეგ ასოციაციის წევრები ზამთრის საკვებს უფასოდ იღებენ. ეს სოფელი ქიწნისია. რძის მწარმოებელთა ასოციაციის წევრები სილოს ხდებენ. ეს ნოყიერი და მაღალკალორიული საკვებია, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიითაა დამზადებული. იყენებენ ვაშლის, ლუდის ხარშვისას და ღვინის დაყენებისას მორჩენილ აქამდე გამოუსადეგარ ნარჩენებს. პროგრამის ფარგლებში ეს ტექნიკაც საჩუქრად მიიღეს. როცა პირველად დავიწყეთ სილოსის მიწოდება ფერმერებისთვის, 3 დღის შემდეგ თქვეს, რომ მათ საქონელს ეს საკვები არ მოეწონათ. თუმცა ეს ფაქტი არ არის გასაკვირი, რადგან 20 წლის განმავლობაში საქართველოში სილოსი არ დამზადებულა. მათი აზრით, ეს არ იყო კარგი საკვები, თუმცა 2 კვირის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ საქონელი დიდი სიამოვნებით იღებდა ამ საკვებს. ეს გამოუყენებელი ნარჩენებია. ხმარობდნენ როგორც საქონლის საკვებს. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ გაკეთებულა ანალოგიური. პროგრამის ამოქმედებამ ადგილობრივები მართლაც გამოუვალი მდგომარეობისაგან იხსნა. ომის ჭრილობები რეგიონს ჯერ კიდევ არ მოშუშებია. საკვები რომ ელეოდა, იძულებული გავხდებოდი ერთი ძროხა მაინც გამეყიდა. რომ მეორე შევენახა. დიდი მადლობელი ვარ ყველასი. აპიქს არ ვიხდით. აქეთ წაღებაშიც გვეხმარებიან. რძის მწარმოებელთა ეროვნული ასოციაციის წევრები ყველა სიკეთით სარგებლობენ, რაც შვედეთის დახმარების პროგრამით ხორციელდება. მათ შორის რევას თოფჩიშვილიცაა. სილოსი ითვლება წვნიან საკვებად. ზამთარში, მეტომეტე ზამთრის პერიოდში, როდესაც საქონელი მწვანე მასას ვერ მიირთმევს, ბუნებრივად ვერ იკვებება, ეს სილოსი მისწრებაა საქონლისთვის. საკმაოდ დადებითად მოქმედებს, როგორც პროდუქტიულობაზე, ასე ჯანსაღებლად. წველაში კი მატულობ, ჩვენ ახლა თავიდან როდესაც დავაწყებინეთ ამ საკვების მიცემა, თავიდან პატარა ულუფები მივეცით. შემდეგ თანდათან გავუგზავნეთ. პროექტის დასრულების შემდეგ რძის მწარმოებელთა ასოციაცია დამოუკიდებლად გააგრძელებს საქმიანობას. ტერიო სალივანი საქართველოს დატოვებს. მას ამ ქვეყნის შესახებ
უკვე თავისი დამოკიდებულება აქვს. ძალიან მომწონს ქართული ტრადიცია. knows his village. ყველა ქართველმა იცის თავისი სოფელი, სადაც დაიბადა, სადაც გაიზარდა. The village supports him if he's in the city. ვინც სოფელი დატოვა, იმათ სოფლიდან დიდი მხარდაჭერა აქვს. City and country is still ყველას უხარია თავის მამულში ჩასვლა. რძის მწარმოებლებს რთული ამოცანა აქვთ გადასაწყვეტი. ისინი ამ დარგის განვითარების პიონერები არიან. ახლა მხოლოდ და მხოლოდ მათ წარმატებაზეა დამოკიდებული სოფლის მეურნეობის ამ სფეროს აღორძინება.